თავისუფალი ბაზარი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა ეკონომიკური განვითარების ბუნებრივ მოდელად, სივრცეთ, სადაც ფასებს, წარმოებასა და ინოვაციას არ წყვეტს სახელმწიფო, არამედ თავად ბაზარი და კონკურენცია. თუმცა 21 საუკუნის რეალობაში ეს მოდელი სულ უფრო იშვიათად გვხვდება. თანამედროვე ეკონომიკა უმეტესწილად ჰიბრიდული სისტემაა, სადაც ზღვარი სახელმწიფოსა და ბაზარს შორის ფაქტობრივად წაშლილია. ქვეყნები, რომლებიც ფორმალურად იცავენ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ სახელმწიფოს ჩარევის ინსტრუმენტებს. სუბსიდიებსა და საგადო შეღავათებს, პირდაპირ სახელმწიფო ინვესტიციებსა და მონეტარულ პოლიტიკას. ეს წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პარადოქსს. ბაზრის თავისუფლება იზრდება სახელმწიფოს ჩარევის ხარჯზე. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ლიბერალური ბაზრის ფუძემდებლად მიიჩნევა. დღეს კი მისი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოს მასშტაბური ჩარევით ყალიბდება. მხოლოდ ბოლო წლებში ამერიკის მთავრობამ მიიღო 3 სტრატეგიული აქტი: ჩიპებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, ინფლაციის შემცირების შესახებ კანონი და ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შესახებ კანონი. ჯამში $1 ტრილიონ მეტი ღირებულებით. ამ ინიციატივებმა სახელმწიფო გადააქცია კერძო სექტორის ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორად, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ფორმალურად ბაზარი კვლავ კონკურენტულია, თუმცა ფაქტობრივად სწორედ სახელმწიფო ადგენს ეკონომიკურ პრიორიტეტებს, განსაზღვრავს სექტორულ მიმართულებებს და ხელს უწყობს ბაზრის სტრუქტურულ გადანაწილებას. ამ ტენდენციას საუკეთესოდ ასახავს 2022 წელს მიღებული ინფლაციის შემცირების შესახებ კანონი, რომელიც მოიცავს დაახლოებით $369 მილიარდამდე სახელმწიფო მხარდაჭერას მწვანე ენერგიასა და ინოვაციებში. კანონის ფარგლებში დაწესებული საგადასახადო შეღავათები სტიმულს აძლევს მწარმოებლებს, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ელექტრომობილებში, ბატარეებსა და განახლებად ენერგიაში. მხოლოდ 2023 წელს ამ პროგრამების შედეგად ქვეყანაში $100 მილიარდზე მეტი კერძო ინვესტიცია ჩაიდო და შეიქმნა 10,000-ობით სამუშაო ადგილი მწვანე სექტორში. ამერიკული პოლიტიკის საპასუხოდ ევროპამ ჩამოაყალიბა საკუთარი მიდგომა, მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა და წმინდა ნულოვანი ინდუსტრიის აქტი, რომლებიც ქმნიან სუბსიდირების სამართლებრივ და ფინანსურ ჩარჩოს მწვანე ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. მიზანი მარტივია: ევროკავშირის ინდუსტრიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა ამერიკასა და ჩინეთთან. შედეგად, დღეს ევროკავშირის ქვეყნები უკვე თავად აფინანსებენ კერძო კომპანიებს. მაგალითად, გერმანია გეგმავს დაახლოებით €50 მილიარდი სუბსიდირებას ენერგეტიკული გარდაქმნის მხარდასაჭერად, ხოლო საფრანგეთმა შექმნა სპეციალური საინვესტიციო ფონდი ინდუსტრიული ინოვაციების სტიმულირებისთვის. მსოფლიოს კიდევ ერთი წამყვანი ეკონომიკა ჩინეთი ამ ტენდენციის უკიდურეს მაგალითს წარმოადგენს. იქ ბაზარი ფუნქციონირებს სახელმწიფო სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, სადაც ეკონომიკური ჩარევა გამონაკლისი კი არა, მმართველობის სისტემური ნაწილია. Made in China 2025 პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო მთავარი მოთამაშე გახდა ინდუსტრიაში. მხოლოდ ელექტრომობილების სექტორში 2009 წლიდან დღემდე სახელმწიფო ინვესტიციების ოდენობა $200 მილიარდ გადააჭარბა, რის შედეგადაც ისეთი ბრენდები, როგორიცაა BYD, გლობალურ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა მოდელი, სადაც სახელმწიფო აქტიურად მართავს ბაზარს, თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან შეუთავსებელია. კონკურენციის ბუნებრივი მექანიზმები ირღვევა, რადგან გამარჯვებულს აღარ არჩევს ბაზარი, არამედ სახელმწიფო პოლიტიკა. შედეგად ჩნდება ეკონომიკური ასიმეტრია. ქვეყნები, რომლებიც არ ახორციელებენ მსგავს ჩარევას, კარგავენ კონკურენტულ პოზიციებს. საბოლოოდ ეს იწვევს დაძაბულობას მსოფლიო ვაჭრობაში და ხშირად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსაც. ფისკალური მდგრადობაც მნიშვნელოვანი გამოწვევა. IMF-ის შეფასებით 2023 წელს ენერგოსექტორის სუბსიდიებმა $7 ტრილიონ მიაღწია, რაც მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7% შეადგენს. OECD-ის მიხედვით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო დახმარების წლიურმა ოდენობამ $850 მილიარდ გადააჭარბა. ასეთი მასშტაბის ხარჯები სერიოზულ ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტებზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფინანსური რესურსები შეზღუდულია. კიდევ ერთი სერიოზული საფრთხეა ბიზნესის დეფორმაცია და ინოვაციების შენელება. როდესაც კერძო სექტორი მიჩვეულია სახელმწიფო დახმარებას, მას ეკარგება რისკის აღების მოტივაცია. სწორედ ასე გაჩნდა იაპონიაში 1990-იან წლებში ეგრეთ წოდებული ზომბი კომპანიები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ მხოლოდ სახელმწიფოს ესხებით. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც. მწვანე ინდუსტრიული სუბსიდიები მზარდია, თუმცა ინოვაციური აქტივობა იმავე ტემპით არ იზრდება.
სოფლიო ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სუბსიდიებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა არ არის მდგრადი და საჭირო ხდება ამ მოდელის გადახედვა. ევროკავშირში უკვე მიმდინარეობს განხილვა, რომ მომდევნო 10 წლებში სახელმწიფო მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდეს და ჩანაცვლდეს მოსალოდნელი რისკის დაზღვევის მოდელით, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ არ აფინანსებს კომპანიას, არამედ უზრუნველყოფს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ინვესტორი სრულად არ დაზარალდეს. ამერიკაშიც განიხილება კოინვესტირების სქემა, კერძო და საჯარო კაპიტალის თანადაფინანსების მოდელი, სადაც სახელმწიფო გამოდის როგორც ინვესტიციური კატალიზატორი და არა როგორც მუდმივი დამფინანსებელი. მიზანია საჯარო ფულმა შექმნას ბაზარი, მაგრამ ის არ ჩაანაცვლოს. ჩინეთშიც კი, სადაც სახელმწიფო ჩარევა ეკონომიკის დნმ-ში არის ჩაშენებული, დაიწყო მცდელობები დეცენტრალიზაციისკენ. ადგილობრივ მთავრობებს ენიჭებათ მეტი ავტონომია ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში, რაც ქმნის კონკურენციას რეგიონებს შორის და ხელს უწყობს სისტემურ მოქმედებას. როცა სახელმწიფო ჩარევა არ არის გამჭვირვალე, სუბსიდიები სწრაფად შეიძლება გადაიქცეს კორუფციულ პრაქტიკადან პოლიტიკურ პრივილეგიად. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის OECD და IMF, უკვე მუშაობენ საერთო ჩარჩოებზე, რომლებიც დააწესებს სუბსიდირების სტანდარტებს, ვინ, რა მოცულობით და რა მიზნებისთვის იღებს სახელმწიფო მხარდაჭერას. ამ მიდგომის მთავარი მიზანია შენარჩუნდეს კონკურენცია იმ სამყაროში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინვესტორი ჰყავს.